მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, განაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში, ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. Როგორც უკვე იცით, განაცემა დარცი გასართობ შემეცნებითი განაცემაა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთი გამოცდილების შესახებ გვიზიარებენ. ხოლო დღეს ჩვენ მოვედით მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტ სკოლაში, სადაც უკეთესად გავიცნობთ კარატის გოგონებს. წამომყევით დავისწროთ პროცესს ჯერ. გამარჯობა ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა რომ ისევ მიგვიღეთ და მე მახსოვს გამარჯობა ოს. ძალიან კარგ დროს მოხვედით, დღეს აჭარის ნაკრების შეკრებილი, ესე ვთქვათ, გუნდი არის. დღეს გვაქვს საერთო ვარჯიში, სადაც სპარინგებს გადიან, მოახლოვდა საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და ემზადებიან სპორტსმენები ამ დღესთვის. ლევან, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი ბიჭი წარმატებული კარატისტი აღზარდეთ, მაგრამ ასევე თქვენ მუშაობთ გოგოებზეც. როგორ განსხვავდება თქვენი დამოკიდებულება გოგოებსა და ბიჭებზე აი ამ მიმართულებით? თუ განსხვავდება, რა თქმა უნდა, ან ვის მიმართ ხართ უფრო მომთხოვნი, ბიჭის მიმართ თუ გოგოს მიმართ? აი ამის შესახებ გვითხარით. შეიძლება ითქვას, რომ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ბიჭის და გოგოს შორის, არამედ თითოეული ინდივიდუალური სპორტსმენის შორის არის განსხვავება, თუმცა პრინციპი ერთი არის ყველასთან, უნდა იყოს აუცილებლად, უნდა იყოს პირველ რიგში წესრიგი, აი ეს დისციპლინა და დამოკიდებულება საქმისადმი, რასაც მე მოყვება კარგი შედეგები. რაც შეეხება უკვე მომთხოვნას, ყველა თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ეთხოვება თავისი შესაბამისად, თავისი ის რაც მას შეუძლია რომ გააკეთოს, მაგრამ აქ მხოლოდ იმაზე არ ალაპარაკი, რომ ვიღაცა ძლიერია, ვიღაცა არა. უბრალოდ სისტემა არის ძლიერად შემუშავებული ის, რომ დამოკიდებულება და პრინციპები უნდა იყოს ყველასთვის ერთი, გოგოსთვისაც და ბიჭისთვის. და რა თქმა უნდა, ეხლა განსხვავება არის ბრძოლაში გოგონებისთვის და ბიჭებისთვის, შესაბამისად ვცდილობ. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან ძლიერი სკოლა გვაქვს ბიჭების და გვყავს ჩემპიონები, მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები საკმაოდ სამწუხაროდ გოგონებში ეხლა ამ ეტაპზე არ ვყავს, თუმცა არიან უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ყავს ევროპის ჩემპიონი გოგოები, ორი გოგონა ყავს, რომელიც ევროპის ჩემპიონია, ასევე მოქმედი ევროპის ჩემპიონები ყავს, შეიძლება ითქვას გოგონები და პრიზიორები და ეხლა ჩვენ მუშაობთ უკვე ახალგაზრდა თაობაზე, რომლებმაც უნდა დაიწყონ ჩაერთონ აი ამ დიდ სპორტში და უკვე საკმაოდ კარგად ასპარეზობენ, მაგალითად დაახლოებით 10 დღის წინ ვიყავით ჩვენ უკვე ცოტა მეტი 2 კვირის წინ ჩეხეთში საერთაშორისო ტურნირზე, სადაც მაგალითად ჩვენმა გოგონებმა საკმაოდ წარმატებულად იასპარეზეს, ქართული ფინალისტი კი მოხდა იქ, ერთმანეთს შეებრძოლნენ, ვფიქრობ ეს კარგი ნაბიჯებია იმისთვის, რომ დიდ სპორტში ჩაერთონ. ეხლა მომავალი შეჯიბრი მათ საქართველოს ჩემპიონატი ექნებათ დაახლოებით 1 კვირაში და ეს იქნება დასაყენებელი მომავალ წლის ევროპის ჩემპიონატისთვის და უკვე მომავალ წელს შევეცდებით, რომ ევროპის ჩემპიონატზეც გავიმეოროთ ის შედეგები, რაც უკვე საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეთ. წარმატებებს გისურვებთ და აქვე მაინტერესებს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება კარატე გოგონებში. აი საქართველოში როგორ არის აი ეს ამაზე რო გითხრათ? როგორც გითხარით, უკვე ჩაერთო ეს სისტემა უკვე ძალიან კარგად მუშაობს და უკვე რაოდენობრივად, რიცხობრივად გაიზარდა გოგონათა მოთხოვნა აი ამ მიმართულებით და ვფიქრობ დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრები, როდესაც ახალგაზრდული და უფროსი ასაკის როგორც ბიჭებში იქნება დაკომპლექტებული, ვფიქრობ გოგონებშიც ესე იქნება დაკომპლექტებული. ალბათ დრო ჭირდება ამას დაახლოებით 5-6 წელი მინიმუმ, რომ ძლიერი გუნდი გამოვლინდეს, ბირთვი შეიკრას ძლიერი და შემდეგ, როდესაც უკვე წინამორბედი თაობა ძლიერია, ძალიან ადვილია მუშაობა. სამწუხაროდ გოგონებთან მიმართებაში ჩვენ ესეთი არ გქონდა და ამიტომაც გვიწევს. ეხლა ესეთი ესე რომ ვთქვათ, ჩავარდნა გვაქვს. თუმცა ჩავარდნას არ დავარქმევდით, რამოდენიმე სპორტსმენი უკვე როგორც გითხარით, დიდებში მოქმედი ევროპის და ჩემპიონები და პრიზიორები არიან და წინა წელს ჩვენ ასევე და წელს ახალგაზრდებში და ჭაბუკებში გოგონები ყავდა უკვე ევროპის პრიზიორები და ვფიქრობ მომავალი წლის ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბათუმში ტარდება ეს შეჯიბრი, ჩვენ კოტა 3 ადამიანზე გვექნება უკვე გადანაწილებული წონაში და უფრო მეტი შანსი იქნება, რომ მედლები საქართველოს რაოდენობას უფრო მეტი შეხვდეს ვიდრე სხვა ტურნირებში და ამისათვის საქართველოს ეროვნული ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძალიან კარგი გუნდით შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს. ძალიან დიდი მადლობა, უამრავ წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. ჩვენ
ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენ დღევანდელ გადაცემის სტუმრებს, კარატისტ გოგონებს, ანამარიას, თამარს და ლილეს. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. მოკლედ, პირველ რიგში ტრადიციულად უნდა გითხრათ, დაგვიხასიათეთ თქვენი თავი ერთი სიტყვით. ალბათ ჩემს თავს დავახასიათებდი, როგორც შრომის მოყვარე. მადლობა. მე ალბათ უფრო მებრძოლს, რადგან ტრამვებისა და ევროპების წაგების მიუხედავად, რომ გავაგრძელე ეს სპორტი. მე ასევე ჩემს თავს დავახასიათებდი, როგორც შრომის მოყვარეს. გასაგებია. მოკლედ, დავიწყოთ თავიდან. როგორ დაიწყეთ კარატე, რამდენი წლის იყავით და როდის გადაწყვიტეთ, რომ აი ეს სპორტი არის, რაც თქვენ ნამდვილად გინდათ? მე დაახლოებით ვიყავი 7 წლის, ვიყავი მეორე კლასელი. თავდაპირველად არ მინდოდა ეს სპორტი, მე მინდოდა ტანვარჯიში, თუმცა რაღაცა მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ტანვარჯიში შესვლა და ამიტომაც შევედი კარატეში. თავდაპირველად ეს ერთი თვე დავდიოდი, ასე რომ ვთქვათ, მამაჩემის დაძალებით, იმიტომ რომ უნდოდა რომ ყოფილიყავი, მაგრამ შემდეგ, როდესაც უფრო გავეცანი ამ სპორტს, მივხვდი რომ ეს იყო ის, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა და რითაც შევძლებდი მე ცხოვრებას. მე ვამაყობ ამით, ერთი წამითაც არ მინანია კარატიდან გასვლა, ან შემოსვლა უფრო სწორად და ამ სახეობით ვაპირებ მე ცხოვრების გაგრძელებას. მადლობა, ძალიან დიდი ამომწურავი პასუხისთვის. მე 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ შემიყვანა კარატეში, რადგან მან ფიქრობდა, რომ გოგოს თავდაცვა რო შეძლებოდა, ამ მიზნით შემიყვანა, ასე რომ ვთქვათ და იმის შემდეგ სხვადასხვა კარატეში დავდიოდი და შემდეგ ქობულეთში გადმოვედით საცხოვრებლად და შევედი კიოკუშინ კარატეში და მას შემდეგ ვაგრძელებ ამ კონტაქტურ კარატეში. ცოტა თავდაცვაზე მეტია უკვე, მე მგონი, ამდენი ხანია, რომ მიყვებით ამ სპორტს. ნუ ძალიან კარგია. ლილე, გისმენ? ჩემი და კარატეს ურთიერთობა სადღაც დაიწყო 5 წლის უკან, როცა ვიყავი 7 წლის. მე საზრე არ ცნობსლა რომ კარატეში შევსულიყავი, ჩემმა ძმამ გადაწყვეტა და შემდეგ როცა ჩემი ძმა მივიდა და დავინახეთ როგორ ვარჯიშობდნენ, მეც მომეცა мотивация, ასე ვთქვათ, რომ მე შევსულიყავი და მე ვარჯიშობ. ანუ სამივეს ცხოვრებაში კარატე დაიწყო ფაქტობრივად ოჯახის გავლენით, აი ოჯახი ხსუნდოდა. ამიტომ ამ კითხვას აღარ დაგისვამთ, ოჯახის როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა ეს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მამაჩემს, რომ დამაწალა, რომ კარატეში ყოფილიყავ. მოდი ცოტა შევეხოთ კარატეს და გოგონებს. თქვენი აზრით რთულია თუ არა, ანამარია შენ გითხარი, რთულია თუ არა გოგოს დამკვიდრება კარატეში? ვიფიქრე, ვიტყოდი, რომ ძალიან რთულია, რადგან მე ვიყავი ისეთ გარემოში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა და გაიძახოდა ჩემს ზურგს უკან იმას, რომ რა უნდა გოგოს კარატეში. პირიქით ყველა მეუბნებოდა იმას, რომ რა გინდა კარატეში გაანებე თავი, წადი ცეკვაში, წადი და ასე შემდეგ. თუმცა მე ასე არ გამიკეთებია, მე იმ ხმას მივყვე, მე ჩემს გულის ხმას მივყვევი, მას რაც უნდოდა მე ის გავაკეთე და არ ვნანობ. და ასევე ჩემი ოჯახიც სულ გვერდში მედგა, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის ჩემი მამაჩემი და არ მინდა რომ მას იმედები გაუცრო და მინდა უფრო მეტი და მეტი წარმატება მოუტანო მას. თავარი ეგა ოჯახი გადგეს გვერდში და შენ გინდოდეს გულით. თამარ შენ გითხარი, მოგისმენია თუ არა ესეთი სტერეოტიპი, რომ ეს გოგოს საქმე არ არის და აი თუ მოგისმენია და თუ უთქვამთ შენთვის, როგორი რეაქცია ქონდა ამაზე? სხვათა შორის ჩემს სანათესავში და სამეგობრო წრეში ესეთი შემთხვევა არ მქონია, რადგან რა ვიცი, ალბათ პატარა ასაკიდან მქონდა წარმატებები და პირიქით ეს უხაროდათ, ამაყობდნენ და დღემდე ასე მოდის და მოგყვება თან. და ასე რომ ვთქვათ, ეს წინაღობა არ მქონია ამ სფეროში მე. და ამით ბედნიერი ვარ. საოცრებაა, თუ არ შეგხვედრია. ლილე, შენ გითხარი, რას ეტყოდი იმ გოგონებს, რომლებსაც უნდათ რაღაც სპორტის დაწყება, თუმცა რაღაცის ეშინიათ ან აბრკოლებს რაღაცა. სპორტში არაფერი არ არის საშიში, მთავარია შენ გინდოდეს და მოინდომო. როგორ გამოიყურება თქვენი ერთი ჩვეულებრივი სავარჯიშო დღე? აი დილიდან საღამომდე რამდენი საათი უთმობთ ვარჯიშს და ასე შემდეგ ეს მოგვეყავით. ჩვენ ვუთმობთ დაახლოებით საათნახევარი 2 საათი ვარჯიშს. ჩვენ რა თქმა უნდა ვემზადებით სხვადასხვა შეჯიბრებისთვის, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებისთვის, რადგან ჩვენ დავიმკვიდროთ ადგილი ამა თუ იმ ადგილას
ჩვენი მწვრთნელი დაუღალავად შრომობს ჩვენთვის, რომ მივაღწიოთ ძალიან ბევრ წარმატებას და ჩვენც გვინდა რომ ეს შრომა და ეს ამაგი დაუფასოთ და ჩვენით ამაყობდეს. ამაყობს ჩემი აზრით ახლაც, თუმცა გვინდა რომ უფრო მეტი და მეტი გავაკეთოთ ჩვენ გუნდმა და გვინდა რომ უფრო ასახელოთ ჩვენი მწვრთნელი. რადგანაც მწვრთნელზე ჩამოვარდა საუბარი, მოდი გითხარით როგორი მწვრთნელი გყავთ, რამდენად გიდგათ გვერდში და ასე შემდეგ. ჩემი მწვრთნელის ერთი სიტყვით დახასიათება წარმოუდგენელია, რადგან ის საოცარი ადამიანია. მქონია პერიოდი, როდესაც მე არ მინდოდა ვარჯიში, უბრალოდ ვაცტენდი ძალით ვარჯიშებს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში არ მინდოდა, თუმცა ერთ ვარჯიშზე მესაუბრა და ისე მესაუბრა, რომ ჩემს ირგვლივ სამყარო იმ დროს შემოტრიალდა და სულ სხვა თვალით შევხედე უკვე კარატეს და რავი, ჩემს ცხოვრებაში პირველ ადგილას დგას კარატე და ძალიან გამიხარია, რომ მე ასეთი მწვრთნელი მყავს და მე სწორ გზაზე დამაყენა ჩემმა მწვრთნელმა, მე ის ძალიან მიყვარს და ასე ვფიქრობ, ყველანაირ განსაცდელში ის გვერდით დამიდგება და ძალიან დიდ პატივს ვცემ მას. როგორც მამაჩემს, ისევე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ასეთი უნდა იყოს მწვრთნელი, ალბათ ამას შენც გითხარი, შენი გადმოსახები. ლევან ცინცაძე არის ნამდვილად კარგი ადამიანი, რასაც ქვია ნამდვილი გულწრფელი ადამიანი. ის ყველა ჩვენთაგანს გვერდით უდგას, არა მარტო ის გვესაუბრება კარატის თემაზე, არამედ ცხოვრებისეულად ყველანაირად გვესაუბრება, რომ ჩვენ სულიერადაც გავძლიერდეთ და ცხოვრება გაგვიმარტივდეს. ასე რომ ის ჩვენი ფსიქოლოგიცაა, მშობელიცაა და მეგობარიცაა და ასე რომ ვთქვათ, ყველაფერია. ყველა მხრივ გვესაუბრება ის ჩვენ. მადლობა. ანუ მწვრთნელის გარდა კიდე ყველაფერია ფაქტობრივად. ყოფილა ისეთი დღე, როდესაც ვემზადებით დავუშვათ ევროპის ჩემპიონატისთვის არამნიშვნელოვან ტურნირისთვის, თუმცა ის მეტ წილს დავუშვათ იმ ერთ დღეს უთმობს საუბარს, იმიტომ რომ ის საუბარი და მისი დალაპარაკება იმ დროისათვის და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია. ანუ მენტალურად გამზადებთ. ანუ საუბარიც მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და მისი მოსწავლეების მხრივ დამოკიდებულებას. მადლობა. ლილე, შენც გითხარი ორი სიტყვით და ლევან ცინცაძე არის სასწაული მწვრთნელი, მას სიტყვებითაც ვერ დავახასიათებ. ის ჩვენ ყველანაირად გვერდში გვიდგას, ცდილობს რომ ჩვენ უკეთესი გავხდეთ ვიდრე მაგალითად აი გუშინ ვიყავით. ის ყველაფერს აკეთებს რომ ჩვენ მიზნებს მივაღწიოთ და დარწმუნებული ვარ რომ მას ჩვენზე მეტად უხარია ჩვენი მიზნების მიღწევა, ვიდრე ჩვენ გვიხარია. მადლობა ლილე, აქვე გითხარი. როგორ განსხვავდება თქვენი ყოველდღიური ვარჯიში იმ დღეებისა, როცა წინ გელოდებათ ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრი? ჩვენი ჩვეულებრივი ვარჯიშებიდან ძალიან განსხვავდება, როდესაც ვემზადებით შეჯიბრებისთვის, რადგან ჩვენ უფრო ლევან მასწავლებელი ცდილობს, რომ მეტი გაგვაკეთებინოს და მეტი ვისწავლოთ, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოგვამზადოს ჩვენ ტურნირებისთვის. რადგანაც მენტალურად მომზადებაც ვახსენეთ, ეხლა ანამარია შენ გითხარი, რომელია უფრო რთული, ფიზიკურად მომზადება თუ მენტალურად შეჯიბრის წინ? მე მაგალითად ორივე რთული არის, მაგრამ მე გამოვარჩევდი ალბათ მენტალურს. რავი, ჩემთვის ასეა ყოველ შემთხვევისთვის, რადგან ნერვიულობ ყოველთვის, არა აქვს მნიშვნელობა რა ტურნირია, არა აქვს მნიშვნელობა ჩემზე ძლიერია მოწინააღმდეგე თუ ჩემზე სუსტი არის, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. უბრალოდ ნერვიულობ, მე იმის განცდა მაქვს, რომ მინდა რომ მოვიგო, არ მინდა რომ დაუმარცხდე ამ ბრძოლაში და თუმცა ყავს ისეთი მწვრთნელი, რომელიც ჩვენ გვამზადებს ამისთვის და სანამ გავალ მე ტატამზე, იქამდე ძალიან ბევრჯერ მესაუბრება და მაქსიმალურად მამზადებს ბრძოლისთვის, რომ მე არ ვინერვიულო და მაქსიმალური ჩავრდო ყველაფერში. მადლობა. თამარა, ეხლა შენ გითხარი, რადგანაც მარცხი და დამარცხება ვახსენეთ, აი როგორ შეხვდი პირველ დამარცხებას? პირველ დამარცხებას სავარაუდოდ ალბათ უფრო დიდებში რო გადავედი, 16-17 წლის ვიქნებოდი, უკვე დიდებში რო ვასპარეზობდი თბილისში, კავკასიის ჩემპიონატი იყო და აი იქ დავამარცხე. თუმცა ასე რომ ვთქვათ, გავაგრძელე ისე ვარჯიშები და ვემზადებოდი
ამ მარცხის შემდეგ კიდევ ასევე რომ წინ მომავალი შეჯიბრებისთვის უფრო სათყოფილიყავი და პირველი ადგილი მომეპოვებია. ანუ мотиваცია მოგცა ბევრად უკვე. ლილე შენს გითხარი აბა პირველი მარცხი როგორ განიცადე? მე პირველად დავმარცხდი საქართველოზე, ძალიან მეწყინა, ნერვიულობდი და ამ ნერვიულობამ ასე ვთქვათ წამაგებინა. სიმართლე გითხრათ, ჩემი პირველი მარცხი არ მახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი მარცხი, რომლის შემდეგაც ვიტყოდი, რომ ძალიან გავიზარდა, ეს იყო ევროპის ჩემპიონატი, სადაც მეორე ბრძოლაში სამწუხაროდ დავმარცხდი. ჩემთვის, რა თქმა უნდა, სპორტია, ხან მოიგებ, ხან წააგებ, მაგრამ იმ წამს ჩემთვის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, ტრავმა იყო ეს. ვერ ვიტყვი რომ ადვილად გადავიტანე, რთულად გადავიტანე, თუმცა მე არ დავნებებულ ვარ. მე ვემზადები შემდეგი წლის ევროპისთვის და შევეცდები რომ იქ მაქსიმალური შედეგი დავდო და ეს გულისტკენა ასე ვთქვათ, აღარ მქონდეს და ჯერა რომ დადებ. წავატევს. მადლობა ძალიან დიდი. და აქვე გითხარი, ანუ მარია, შენი პირველი ტურნირი როდის იყო? რამდენი წლის იყავი? დაახლოებით თუ გახსოვს რომელ წელს? კი ბატონო, ჩემი პირველი ტურნირი იყო 2020 წელს, სადაც გამოვედი აჭარის საერთაშორისო ტურნირზე. მაგ დავიკავე პირველი ადგილი, ძალიან გამიხარდა. პირველივე ტურნირზე პირველი ადგილი ავიღე და ძალიან გამიხარდა და რავი, ძალიან დამამახსოვდა ეს ბრძოლა. რადგან ჩემი პირველი ბრძოლა იყო და პირველ ბრძოლაში ავიღე პირველი ადგილი ეს და მართლა რაღაცა სასწაულო ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული. თამარ შენს გითხარი? ჩემი პირველი შეჯიბრი იყო 2021 წელს, სადღაც ვიყავი 7 წლის, იყო ხელვაჩაური ოფენი. მე მაგ დროს დავიკავე მეორე ადგილი, დავმარცხდი ცოტა ჩემზე დიდთან. მადლობა. ახლა თქვენს ყველაზე დასამახსოვრებელ შეჯიბრზე მოგვიყევით ემოციებზე, გამარჯვებაზე. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა ალბათ არის და იქნება ბათუმი ოფენი, რომელიც ამ წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა. მაგ ვჩხუბობდი U16-ში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. არ ვიტყოდი, რომ ადვილი ბრძოლა იყო, ძალიან რთული ბრძოლა იყო და ძალიან ნერვიულობდი მაგ ბრძოლისთვის. მინდოდა რომ გამემარჯვა და ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ქალაქისთვის მომეტანა პირველი ადგილი. მე შევძელი და რა თქმა უნდა ჩემი თავით ვარ 100% კმაყოფილი და ჩემთვის ვიტყოდი რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა ეს იყო. მე გამოვყოფდი 2018 წელს კავკასიის ჩემპიონატს, სადაც ჩავატარეთ ვარცდების 3 ბრძოლა. ძალიან კარგი გოგოები იყვნენ, შევხვდნენ, ქართველ მოწინააღმდეგეს შევხვდი და ასევე აზერ მოწინააღმდეგეს შევხვდი და მოვიპოვე პირველი ადგილი დიდებში და ძალიან გახარებული ვიყავი მე. კიდევ ბევრი სიხარული აუცილებლად და ბევრი წარმატება გისურვებთ ყველას. მადლობა. მე გამოვარჩევდი აჭარის თასის მე-7 ტურს, რადგან მე მოვუგე იმას, ვისთანაც ძალიან დიდი ხანი ვაგებდი. ძალიან მომეწონა ჩემი ჩხუბები და მინდა რომ ასე გავაგრძელო. ეს კიდე სხვა სიხარულია, როცა რაღაცა მართლა მიზანს აღწევ. მიზნებზე გითხარით ახლა თქვენ მომავალ მიზნებზე და გეგმებზე. სპორტის მიმართულებით და არა მარტო სპორტის მიმართულებით. ჩემი სამომავლო გეგმები არის ის, რომ ჯერ უნდა გავხდე ევროპის ჩემპიონი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავხდე ევროპის ჩემპიონი. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიზანი და რა თქმა უნდა, ამ სპორტით ვაპირებ მე წასვლას და ამ სპორტით ვაპირებ ჩემი ცხოვრების გაგრძელებას. და ვნახოთ, ასევე მინდა სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვისწავლო მინდა სპორტულ ტრავმატოლოგიაზე. მე ეს იდეა დამებადა იქიდან ვიყავით სომხეთში სპორებზე და იქ მოვიტეხე ფეხი სამწუხაროდ და მივედი საქართველოში, როდესაც ჩამოვედით, მივედი ექიმთან, რომელიც იყო ასევე სპორტსმენი და რაღაცნაირი ემოციები მქონდა იმ დროს, რომ თუ ეს ადამიანი თუ არის თან სპორტსმენი და თან ამ პროფესიით, მე რატო არ შემიძლია ამ პროფესიით წასვლა მეთქი და ვფიქრობ ამ პროფესიაზე და სავარაუდოდ გამომივა ეს პროფესია. აუცილებლად გამოგივა, მთავარია გიმდოდეს. მადლობა.
სამომავლოდ გვაქვს მიზანი ის, რომ ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც სტარდება მაისში, ამ ტურნირისთვის ვემზადებით და შემდეგ ალბათ კარიერას ისევ აქ გავაგრძელებ, მინდა მწვრთნელად მუშაობა და გავაგრძელებ ამ სფეროში ბავშვების აღზრდას. მე მინდა ამ სპორტს გავყვე ჩემი ცხოვრების ბოლომდე და მინდა ვიყო ამ სპორტში წარმატებული, რადგან ლევან მასწავლებელი ყველაფერს ცდილობს და აკეთებს ჩვენი განვითარებისთვის და ჩვენ რომ საუკეთესოები გამოვიდეთ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უკვე ამოვწურეთ ჩვენი ფორმალური ნაწილი. ყველა თქვენი დასახულების დასასრულებას გისურვებთ და უამრავ წარმატებას. მადლობა. ასევე თქვენ. მაგრამ ჯერ არ დამთავრებულა ჩვენი განცემა. ეხლა გადავდივართ არაფორმალურ ნაწილზე, ბლიც კითხვებზე. მარტივია. ცოტა უნდა გავცდეთ კარატეს და სპორტს და უკვე თქვენს თავზე უნდა კითხოთ, ნუ ჯერ ბანალური კითხვებით დავიწყებთ, თუმცა მაინც საინტერესოა. საყვარელი ფილმი. ჩემი საყვარელი ფილმი არის ჰარი პოტერი, ძალიან მიყვარს, დღემდე ვუყურებ. დედაჩემმა შემაყვარა ეს ფილმი და ჩემი საყვარელი ფილმი არის ჰარი პოტერი. გასაგებია. ნუ ზოგადად ფილმებში რა ვუყურებ, უფრო გამოვარჩევდი სათავგადასავლო და ასეთ ფილმებს. მეც ზუსტად. მე ზოგადად ასე ვთქვათ, რომ ფილმებს ხშირად არ ვუყურებ, მაგრამ გამოვარჩევდი ასე დოკუმენტარულ ფილმებს. ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდით? ზებუნებრივი, ანუ ფრენა, სხვისი აზრების კითხვა, ტელეპორტაცია და ასე შემდეგ. რავი, ალბათ ვისურვებდი ტელეპორტაციას. გასაგებია. მიზეზი არ ვიცი. ამაზე არ დაფიქრებული ვარ, სიმართლე გითხრათ, რა ვიცი, ფრენას, რა ვიცი, შიში არ მაქვს ფრენის, ალბათ ფრენას, რა ვიცი, სიმართლე. ძალიან კარგი იქნებოდა. მე ალბათ ვისურვებდი, რომ სხვისი აზრების კითხვა შემეძლოს, რადგან გამეგო სხვები რას ფიქრობენ ჩემზე. რომელი ფილმის ან მულტფილმის პერსონაჟთან ისურვებდით შეხვედრას? რავი, ჩემი საყვარელი ბავშვობის მულტფილმი ასე რომ იყო და რომლისთვისაც ყოველ დილით 8 საათზე ვდგებოდი იყო მიკი მაუსი და ალბათ მიკი მაუსთან ვისურვებდი შეხვედრას. კი, ნოსტალგიური იქნებოდა. რა ვიცი, ალბათ სპორტიდან გამომდინარე ვანდამთან არის. ვანდამი რა ახსენე. ან როი ამასთან რა. ჩემი საყვარელი ბავშვობის მულტფილმია მაშა და დათვი და ალბათ მაგენთან ხო, ვისურვებდი შეხვედრას. ახლა კარატე დამიხასიათეთ ერთი სიტყვით. თქვენი თავი ხო დაახასიათეთ უკვე? ეხლა კარატე. კარატე ერთი სიტყვით ალბათ შრომის მოყვარეობა, გამძლეობა. ასე მე კარატეს ერთი სიტყვით ალბათ დისციპლინით დავახასიათებდი. კი, სწორი შესატყვისებია. მე კარატეს დავახასიათებდი როგორც რთული სპორტი, რადგან ზოგისთვის ძნელია ეს სპორტი. რომ გქონდეთ ისეთ ადამიანთან შეხვედრის საშუალება, რომელიც უკვე აღარ არის ცოცხალი, თუნდაც წინა საუკუნიდან გამოჩენილი, ვისთან ისურვებდით შეხვედრას და რაზე ისაუბრებდით? ალბათ არც იქნება გასაკვირი, მე ვისურვებდი მასუტაც ოიამასთან შეხვედრას. და რა თქმა უნდა ვისაუბრებდით, რა თქმა უნდა კარატის კითხებს. და რავი, ალბათ მაგას დავისურვებდი, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება არის, მაგრამ რომ თემატურია ნამდვილად. ვისურვებდი დედასთან შეხვედრას. როგორც ანამარიამ თქვა, ასევე მეც ვისურვებდი მასუტაც ოიამასთან შეხვედრას. ალბათ ვისაუბრებდით ნუ კარატეს თემებზე. ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი პასუხებისთვის და ძალიან დიდი მადლობა რომ დამითმეთ დრო, იმიტომ რომ მოგაცდინეთ, ვიცი. უამრავ წარმატებას გისურვებთ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.